ჩემი შეკითხვა მიემართება ბატონ ირაკლი კუპრაძე. თავარი პრობლემა ირაკლი მე რაც მგონია ამ ქვეყანაში და რაც რისი თავარი გამომწვევი მიზეზიც არის ხელისუფლება, არის ლაპარაკზე უარის თქმა, დისკუსიაზე უარის თქმა. და ჩვენ ვიცით რომ დღეს ფაქტობრივად პირველი დებატები იმართება ქვეყანაში მერობის კანდიდატებს შორის. თქვენ რატომ აირჩიეთ ის გზა, რაც ბატონმა კალაძემ აირჩია მანამდე, რომ არ ილაპარაკებდით და მათ შორის საკუთარ კონტროლირებად ტელევიზიაში დებატებზე თქვით უარი. რატომ გაურთულეთ არჩევანი? მაგალითად, 2 წუთი გაქვთ პასუხი. დიდი მადლობა იაგოს, ეს 2 წუთი მგონია რომ ძალიან მჭირდებოდა. პირველ რიგში ქართული ოცნებისგან განსხვავებით ჩვენ კონტროლირებად ტელევიზიები არ გვაქვს და არ გვყავს. რაც შეეხება ამ ქვეყანაში რეპრესიებს, მათ შორის ჟურნალისტების დევნას, დასახიჩრებას, ოპოზიციური ტელევიზიების, კრიტიკული ტელევიზიების დახურვას, ეს არის უმძიმესი მდგომარეობა და დღეს სულ ზღაფავს ყველა ტიპის დამოუკიდებელი მედია. ჩვენი მთავარი მიზანია რომ დღეს პოლიტიკური პასუხი გავცეთ ქართულ ოცნებას, რომელიც უმცირესობაშია განსაკუთრებულად დედაქალაქში. კი ბატონო. თქვენი 30 წამი რეპლიკის სხვა შეკითხვა დავსვი და ძირითადად ბატონი კახის კრიტიკით შემოიფარგლა ამ შემთხვევაში ბატონი ვისაც ვეკითხებოდი. მე ერთი მარტივი შეკითხვა მაქვს. სიამდვილეში დისკუსიაზე უარი ითქვა შემდეგი მოტივით, რომ მე თქვენ რატომ დაგიჟდეთ, მე ხო თქვენზე რეიტინგული ვარ. ყველამ ამ მოტივით თქვა უარი ფაქტობრივად. აი თქვენ შემთხვევაში ეს რატომ მოხდა? აი შეთანხმებული იყავით ხელისუფლებასთან და ამიტომ აკრძალეთ დისკუსიები როგორც ხელისუფლებამ, თუ ასეთი გულუბრყვილობები ხართ, რომ ვერ ხვდებით, რომ ეს სინამდვილეში აზიანებს ყველა ინცის ინტერესს. 30 წამი გაქვთ პასუხი. დიდი მადლობა კიდევ ერთი დამატებითი 30 წამისთვის. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება არის ის, რომ დედაქალაქში სადაც ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს, უფასო კვება სკოლებში არსებობდეს.